We want the war to come to a close. გვინდა რომ ომი დასრულდეს, ხალხის ხოცვა მორჩეს. მაგრამ გვსურს მტკიცე გრძელვადიან მშვიდობას მივახციოთ და არა ისეც აღმოსავლეთ ევროპას რამდენიმე წელიწადში კონფლიქტი რომ მოუტანოს. ასე რომ რამდენიმე კარგი საუბარი შედგა იმაზე თუ როგორ შეიძლება ამის ერთობლივად მიღწევა. კიდევ ბევრი საუბარი გვექნება მომდევნო დღეებში, კვირებში და თვეებში. უკრაინის ომის სწრაფად დასრულების მიზნით შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნაბიჯები ერთდროულად რამდენიმე ფრონტზე გადადგა. ამერიკა-რუსეთს შორის პატიმრების წარმატებით გაცვლის შემდეგ ის ტელეფონით ესაუბრა ჯერ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, შემდეგ კი უკრაინის ლიდერ ვოლოდიმირ ზელენსკის და განაცხადა, რომ ომის დასრულებისა და მშვიდობის დამყარების სურვილი მას ორივე მხარემ დაუდასტურა. დიდებული ზარი იყო პრეზიდენტ პუტინთან. საათზე მეტხანს გაგრძელდა. პრეზიდენტ ზელენსკისთანაც ძალიან კარგი საუბარი მქონდა. ვფიქრობ, მშვიდობისკენ მიმავალ გზას ვადგავართ. ჩემი აზრით, პრეზიდენტ პუტინს, პრეზიდენტ ზელენსკის და მეს მშვიდობა გვინდა. სურს ხალხის ხოცვა დასრულდეს. პრეზიდენტმა ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ შეერთებული შტატების მხრიდან უკრაინის დახმარება გაგრძელდება, მაგრამ სამომავლოდ გაწეული დახმარება დაზღვეული უნდა იყოს უკრაინის ბუნებრივი რესურსებით, რაზეც კიევი თანხმობას აცხადებს. თავის მხრივ უკრაინის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ უსაფრთხოების გარანტად კიევი ნატოში გაწევრიანებას მიიჩნევს, რაც ევროპაში მყოფი შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის პიტ ჰექსეთის აზრით ამ ეტაპზე არარეალური ამოცანაა. ნატოს მინისტერიალზე გამართული შეხვედრების შემდეგ ჰექსეთმა განმარტა, რაც მანამდე თქვა, რომ კიევისთვის 2014 წლამდე არსებული საზღვრების დაბრუნებას ის შეუძლებლად მიიჩნევს. ვლადიმირ პუტინისადმი დათმობას არ წარმოადგენს უბრალოდ იმ რეალობაზე მითითება, რომ ყველა სურვილის მიუხედავად საზღვრები არ დაბრუნდება იქ, სადაც 2014 წელს იყო. ეს არის ადგილზე უხეში ძალის არსებობის რეალობის აღიარება. ზარმაზარი ინვესტიციისა და მსხვერპლის შემდეგ, პირველ ყოვლისა უკრაინის, შემდეგ კი მოკავშირეების მხრიდან ეს იმის გააზრება გახლავთ, რომ მოლაპარაკების შედეგად მიღწეული მშვიდობა რაიმე სახის დემარკაცია იქნება, რომელიც არც ერთ მხარეს არ აწყობს. ვაშინგტონში კონგრესის დემოკრატი კანონმდებლების ნაწილი ამერიკის ხმასთან საუბრისას ამბობს, რომ უკრაინასთან დაკავშირებით თეთრი სახლის ადმინისტრაციის პოზიციას და პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებებს არ ეთანხმება. უკრაინას ვერ მივატოვებთ. ისინი წარმოუდგენელ საქმეს აკეთებენ არა მარტო უკრაინელთა, არამედ დასავლეთის დასაცავად. რასაც პრეზიდენტი ტრამპი ამბობს, არ ვეთანხმები. თუ ეს მოხდება, გადასარევი იქნება, მაგრამ რასაც ის აკეთებს, მგონია, რომ სულ ცოტა ძალზე გულუბრყვილოა და რაც კიდევ უფრო უარესია, წყალს პრეზიდენტ პუტინის იმპერიულ ოცნებებს ასხამს. ევროპელ მოკავშირეებთან ერთად უნდა შევინარჩუნოთ უკრაინის მხარდაჭერის მდგრადობა, მათი სუვერენიტეტი და დემოკრატია. ზირი არ უნდა გამოუთხაროთ ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკების შესაძლებლობას, რომელმაც შესაძლოა სამშვიდობო შეთანხმებამდე მიგვიყვანოს. არ მესმის ამ მიზნის მისაღწევად ამ ადმინისტრაციის მიერ გამოყენებული სტრატეგია და ლოგიკა. პრეზიდენტ ტრამპის სტრატეგიას მხარს უჭერს რესპუბლიკელი კანონმდებლების ნაწილი და ისინი ომის დასრულების აუცილებლობაზე საუბრობენ. ვფიქრობ, გარკვეული დათმობების გაკეთება ორივე მხარეს მოუწევს. ამერიკამ უკრაინაში $200 მილიარდზე მეტი ინვესტიცია ჩადო. თავად პრეზიდენტი ზელენსკიც აღიარებს, რომ თანხის უმეტესი ნაწილი მოპარულია. ჩემი აზრით, რუსეთსა და უკრაინას შორის ომის გაგრძელების სურვილი ამერიკას აღარ აქვს. რესპუბლიკელი კონგრესმენი მაიკ მაკკოლი ამერიკის ხმას ეუბნება, რომ უკრაინის უსაფრთხოებისთვის ყველაზე რეალური და საუკეთესო გარანტია ევროკავშირში გაწევრიანება იქნებოდა. უკრაინას ნატოში ერთ ღამეში ვერ შეიყვან. ეს ჩვენ რუსეთთან უშუალო კონფლიქტის პოზიციაში ჩაგვაყენებს. მაგრამ ვფიქრობ, უკრაინის ევროპის კავშირში გაწევრიანება უფრო გამართლებული იქნება. ევროკავშირს თავად გააჩნია უსაფრთხოების შიდა შეთანხმებები, რაც შემდგომი აგრესიისგან უკრაინის დაცვის საქმეში არსებითად ნატოს მსგავსად იმოქმედებს. ჩვენ უკრაინას რაიმე გარანტია უნდა მივცეთ, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდება. ბუდაპეშტის შეთანხმების ყველაზე დიდი ჩავარდნა გახლდათ, როცა უკრაინამ მთელი თავისი ბირთვული შეიარაღება დათმო იმ პირობით, რომ ჩვენ მათ დავიცავდით. მაგრამ როცა რუსეთი იქ შეიჭრა, ჩვენ ეს არ გავაკეთეთ. თავად პრეზიდენტი ტრამპის სწრაფი სამშვიდობო გადაწყვეტილების მოლოდინშია და იმეორებს, რომ უკრაინაში ორივე მხრიდან მილიონობით ადამიანის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების სიცოცხლის მსხვერპლად შეწირვა გაუმართლებელია და ეს სასწრაფოდ უნდა დასრულდეს. ამ მიზნით ის ორივე ქვეყნის ლიდერთან შეხვედრას პირადად გეგმავს. პრეზიდენტ ტრამპის თქმით, ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკება შესაძლოა საუდის არაბეთში გაიმართოს.
პარალელურად შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ისრაელისა და იაპონიის ლიდერების უმაღლესი დონის ვიზიტების შემდეგ ვაშინგტონში ინდოეთის პრემიერ-მინისტრს ნარენდრა მოდის უმასპინძლა. ერთობლივ პრესკონფერენციაზე მათ აღნიშნეს, რომ ამერიკა და ინდოეთი მჭიდროდ ითანამშრომლებენ რადიკალური ისლამური ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ვაშინგტონი ინდოეთთან ვაჭრობას კიდევ უფრო გააფართოვებს და მათ შორის საგულისხმოდ გაზრდის ამერიკული ნავთობისა და გაზის ექსპორტს. პრემიერ-მინისტრმა და მე ასევე მივახციეთ მნიშვნელოვან შეთანხმებას ენერგიის საკითხზე, რაც შეერთებულ შტატებს ინდოეთისთვის ნავთობის და გაზის მიწოდების საქმეში წამყვან როლს მიანიჭებს და იმედია ნომერ პირველი მიმწოდებელიც გახდება. შეთანხმება ასევე გარდამტეხი იქნება ამერიკის ატომური ინდუსტრიისთვის. ინდოეთი ცვლის კანონმდებლობას, რათა მეტად შეუწყოს ხელი ამერიკული ატომური ტექნოლოგიების ინდოეთის ბაზარზე უმაღლეს დონეზე შეტანას. მოდის ვიზიტის წინ რამდენიმე საათით ადრე ტრამპმა სავაჭრო ტარიფების გაზრდის თაობაზე კიდევ ერთ მემორანდუმს მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც გაზრდილი საბაჟო გადასახადი არა მარტო კონკურენტ ქვეყნებს, არამედ ამერიკის მოკავშირე და პარტნიორ ქვეყნებსაც დაეკისრება. პრეზიდენტის განმარტებით ეს სამართლიანი გადაწყვეტილებაა და ყველას თანაბარ პოზიციაში ჩააყენებს. საბოლოო მიზანი კი მისი თქმით შეერთებული შტატების ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებაა, რომელიც დაახლოებით $2 ტრილიონ-მდეა. მაია ქვარცხავა, ამერიკის ხმა, ვაშინგტონი.